ველისონი კიდევ ერთი გოლის გადადის შანსი აქვს და გურგენიძის საოცარი მოგერიება. მესამე მატჩი ეროვნულ ლიგაში და მესამე გოლთან ძალიან ახლოს ველისონი, თუმცა აი ამ ადამიანმა ლაშა გურგენიძემ აშკარა გოლს გადაარჩინა საგარეჯოს გარეჯე. კარგი პასი, მაგრამ ვერ ითამაშა ეკოლგოლო მოლხოვის დამატება და აი მომენტი, რასაც ამდენი ხანი ამზადებდა გარეჯი. მიიღო თავისი შანსი მიქაზის გუნდმა, მაგრამ მოლხოვს ეს დარტყმა გაუწუდდა. ეკონგოლოს ჩაწოდება. დარტყმა კარის მიმართულებით ყალიჩავა და გარეჯი დაწინაურდა ანგარიში. საგარეჯოს გარეჯი თამას ცეცხლაძის გატანილი გოლით გადის წინ. აქ ნახოთ აქ გაბაძე იყო თამაშგარეში. მე მგონი ამ რაკურსიდან თითქოს ჩანდა რომ გიორგი გაბაძე წინ იყო. ეს მომენტი გადამოწმდება. ფეხბურთელების ემოციებიდან გამომდინარე ეს გოლი გაუქმებულია იყო თამაშგარე მდგომარეობა. რიანი რა კარგია რა მაგარ შეხვედრას ატარებს ბრაზილიელი. ხორხელი როდრიგესი იქ ვიყავს შერგელაშვილი შეიწია ცენტრისკენ დარტყმა კარის მიმართულებით მარტივად დაიჭირა ბურთი ხელებში გურგენიძემ კვარაცხელიაზე გადაცემა დახმარება ესაჭიროება კვარაცხელიას კარგად გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან წყალტუბოელები კვარაცხელიას ჩაწოდება დარტყმა და გაიხსნა ანგარიში ეს გოლი წესით დარიგით ჩაითვლება. ეს გოლი ჩაითვლება და გატანილი გოლის ავტორია ვინისიუს ვიანა. დამაგრად გაითამაშეს ბურთი ბრაზილიურ სტილში მარჯვენა ფლანგზე ქართველმა და ბრაზილიელმა ფეხბურთელმა. აი ასე ბრაზილიური გოლი მაინც გავიდა ჩვენ შეხვედრაში. ხორხელი კარგი შეტევა დარტყმა კარის მიმართულებით გურგენიძე კიდევ ერთხელ ახერხებს ფეხით მოგერიებას. გიორგი ფანცულაიას აჯობა ამჯერადაც გარეჯის მეკარე. სამგურალი გაგრას დაუპირისპირდება სტუმრად და აქ იქნება რა? პენალტი. 11 მეტრიანი რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ლუკა ხორხელმა მოიპოვა და ბურთი წაიღო ხელში. ხორხელის გამორბენი დარტყმა და ანგარიში ხდება 2-0. მეშვიდე გოლი მიმდინარე სეზონში ლუკა ხორხელის ანგარიშზე და სამგურალი ძალიან მიუახლოვდა სამფულას. ერთ-ერთი მთავარი ლიდერია ლუკა ხორხელი წყალტუბოს სამგურალისთვის. ხორხელი ფანცულაია დარტყმა კარის მიმართულებით მესამე გაშვებულ გოლს გადაურჩა გარეჯი გიორგი ფანცულაია იყო თავის კუთვნილ გოლთან ახლოს. პასი საჯარიმოში დარტყმა კარის მიმართულებით და გარეჯი თამაშია. ლევან პაპავა თუ არ ვწდები თუ გიორგი გოგოლაშვილი სამწუხარო დინამიკაში ვერ მოახერხე გამერჩია რომელი მოთამაშე იყო გოგოლაშვილის გვაჩვენებენ კადრში მაგრამ ფაქტია რომ გოლი გავიდა. კარგი გადაკიდება. გადახვალისის კარგი პასი და გიორგი გოგოლაშვილი. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და ანგარიში 2-2-ია. რა გოლი გაიტანა ლევან პაპავამ შეცვლების გამართლებაც ამას ქვია. ლევან პაპავას კიდევ ერთი გოლი ჩვენს ეროვნულ ლიგაში. ყოჩა გიორგი მიკაძეს როგორ გამოიცნო ცვლილებები.